3 მარტის დღეა. Ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება გაიმართა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედის დღე ჩაჩავას კლინიკაში ახალშობილთა დედებს მიულოცა. გიორგი ალიბეგაშვილმა მათ ბედნიერების სურვა და თაიგულები მიართვა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით ეს დღე განსაკუთრებულია და თითოეულმა ჩვენგანმა დედებს ყოველთვის გამორჩეული ყურადღება უნდა მივაქციოთ. გაზაფხულის ეს მშვენიერი დრო მინდა მიულოცო ყველა ქალბატონს და რა თქმა უნდა გამორჩეულად დედებს, რაკიღა დღეს დედის დღე არის. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ჩაჩავას სამშობიარო კლინიკაში, სადაც დედობას ახლად ნაზიარები ქალბატონები ვნახეთ და მიულოცეთ. მინდა რომ წარმატებები ვუსურვო ყველა დედას და ჩვენს ქალბატონებს საზოგადოებრივ ეს კვირა მოგეხსენებათ არის ქალთა დღე და სულა ესეთი ლამაზი შვენიერი და ბედნიერი ყოფილიყოს ჩვენი ქალბატონებისთვის. ყველა დედას ასევე ვულოცავ დედის დღეს და ესწრონ მრავალს ჯანმრთელად შვილებთან ერთად გამრავლდნენ და ყველაფერი კარგად იქნება, გამრავლდებით და კარგი თაობა გაიზრდება. გილოცავთ ჩემი ერეკლეც დედებს დედის დღეს. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ხუდუშაურის სახელობის სამშობიაროს ახალშობილებსა და მათ დედებს. 3 მარტის აღსანიშნავად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის წევრებმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. ოლიმპიურ 2015 წელს დაბადებულ ბავშვებს სამოსი და სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ. მათ დედებს კი პირველადი საჭიროების ნივთები უსახსოვრეს. დაკავშირებით თბილისი 2015 ვასაჩუქრებთ ახალბედა დედებს სპონსორებთან ერთად ბრენდირებული ჩანთი და სხვადასხვა საჭირო ნივთებით, რადგან გაიზარდონ სპორტული და ჯანსაღი თაობა. მე თვითონ ვარ ახალბედა დედა, მყავს რამდენიმე თვისშვილი და ხვდები თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი კარგი საჩუქრები. მივიღეთ საჩუქრები თბილისი 2015-ისგან. ეს ნივთები ძალიან საჭიროა ყველა ახალბედა დედისთვის და უღრმესი მადლობა.